საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლების ინიციატივით მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე ასევე მწერლის მეშვიდე ტომის წიგნის არის და იყო უცნაური ადამიანი წუთის სოფელი პრეზენტაცია გაიმართა. გურამ დოჩანაშვილმა საჯარო რეესტრის თანამშრომლებთან წიგნში შესულ წერილებზე მოთხრობებსა და შემოქმედებაზე ისაუბრა. ავტორმა მკითხველებთან ერთად მისი ერთადერთი პოემაც განიხილა, რომელიც ახალ წიგნშია შესული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ხდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ქართულ მწერლებთან და პოეტებთან. ამ შეხვედრის მიზანი იყო თავად მწერლის უკანასკნელი წიგნის პრეზენტაცია და ასევე შეხვედრა თავისთავად მწერალთან. იყო რა თქმა უნდა კითხვები მკითხველთა მხრიდან და გულწრფელი პასუხები ბატონი გურამის მხრიდან. ხარული ვარ საჯარო რეესტრის ქონდა განსხვავებული საღამო. დატვირთული დღის მერე ჩვენთან არის გურამ დოჩანაშვილი, იყო გურამ დოჩანაშვილი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ისტორიები და ინფორმაციები მოგვაწოდა. მოხდა მის ახალი წიგნის პრეზენტაცია, სადაც არის წერილები და ერთი ჩანაწერი მოთხრობა, რომელიც ვფიქრობ, რომ ისეთივე პოპულარული იქნება, როგორც მისი წინა ნაწარმოებები.